მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი, ყოველ პარასკევს 12 საათსა. არა და ცოტა მერე ჩვენ მოგითხრობთ თუ რა ხდება ზოგადად კრიპტოს სამყაროში, ასევე გვყავს ხოლმე საინტერესო სტუმრები და მიმოვიხილავთ იმ ტენდენციებს, თუ რა ტენდენციებიც არის ზოგადად ამ ინდუსტრიაში, როგორც ჩვენს ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეხლა კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის BitNet-ი. BitNet-ზე თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ მარტივად კრიპტო, გაყიდოთ, ასევე გადმოიტანოთ, ასევე თუ გაინტერესებთ ქეშითაც ყიდვა, ქეშითაც შეგიძლიათ ყიდვა, მოკლედ ყველანაირი ოპცია არის იმისთვის, რომ თქვენ რაც შეიძლება მარტივად იყიდოთ კრიპტო და ასევე შეგახსენებთ რომ ვისაც გაინტერესებთ აი თუ სარეგისტრაციო ლინკი მოკლედ ახლა ეკრანზეც არის გამოჩენილი, აღწერაშიც არის, ყველგან არის და ასევე ვისაც გაინტერესებთ ტუტორიალი თამაშისთვის თუ მარტივად იყიდოთ, აი ესე კრიპტობაზრის YouTube გვერდზე გადმოხვალთ და ჩაწერთ როგორ ვიყიდოთ ბიტკოინი, როგორ ვიყიდოთ ბიტკოინი საქართველოში და თქვენ შეგიძლიათ მოკლედ ესე მარტივად იყიდოთ ბიტკოინი როგორც ლადოს ტუტორიალის ვიდეოში არის აღწერილი აი ამდენი რეკლამა YouTube-ს რა თუნდა არ ვიცი. მოკლედ ასევე არის საინტერესო ვიდეო როგორ გადმოიტანოთ ასევე კითხვები იყო ცივსაფულეზე და ამის ტუტორიალიც არის მოკლედ ჩაწერილი სულო და გულო ყველაფერი არის აი ესე როდესაც გადახვალთ სარეგისტრაციო ლინკში რეფერალური კოდიც იქნება აქ და ჩვენ რეფერალური კოდით დარეგისტრირდებით და ასევე ერთ მინიშნებას მოგცემთ რომ ხვალ გვაქვს 24 საათიანი ლაივი კაცმა არ იცის მოკლედ ზუსტად რა როგორ რანაირად იქნება მაგრამ ის ვიცით რომ ჩვენი ერთგული მაყურებლები ჩვენი სერვისების ერთგული მომხმარებელი ადამიანები მოკლედ უყურადღებოდ არჩებიან მსგავსი ივენთების დროს და დამეთანხმებით ალბათ რომ 24 საათიანი ლაივი მოკლედ კრიპტოსთან მიმართებაში საქართველოში ალბათ არავის არ ქონია, ალბათ არავის არ ქონია. მოკლედ ახლა გადაცემაზე ვისაუბრებ, გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ სიახლეებს, მეორე ნაწილში შევეცდები რომ ბაზრის სურათი ვნახოთ ფასის კუთხით და მესამე ნაწილში ასევე შევეცდები რომ თქვენ შეკითხვებს უპასუხოთ. მოკლედ პირველი სიახლე რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეხება Crypto.com-ის ამბებს და ზოგადად SEC-ის გადაწყვეტილებებს რომ გაიხმოს ის სარჩელები, რა სარჩელებიც ჰქონდათ თუნდაც ჩვენ ვიხილეთ რამოდენიმე კვირის წინ კრაკენთან მიმართებაში უკან გამოთხოვილი სარჩელი, ასევე Coinbase-თან მიმართებაში, ასევე Ripple-თან მიმართებაში და Crypto.com-თან მიმართებაშიც მსგავსი რამ მოხდა, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრინციპში ეს გამოთხოვილი დოკუმენტები და გამოთხოვილი სარჩელები ბუნებრივია, კარგი არის თუ რამე არ დაუშავებია კიდევ ერთხელ, როდესაც ცენტრალიზებული ბირჟა ხარ ან ცენტრალიზებული მოთამაშე ხარ, ბუნებრივია რაღაც ჩარჩოებში ყოფნას უკვე აწერ ხელს და შესაბამისად თუ რამე არ დაუშავებიათ, აქ რა თქმა უნდა ცუდი არაფერი არ არის. თუმცა რას მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება, მსგავსი მიდგომები კარგი არის, მაგრამ სადამდე გაგრძელდება ეს მიდგომები და ვინ დაუშვებს პირველ შეცდომას, ეს იქნება საინტერესო ჩემი აზრით, ეს შეიძლება სპეკულაცია იყოს თქვენი აზრით, რომ აი რატომ უნდა დაუშვას რომელიმე შეცდომა, არ ვიცი სიმართლე გითხრათ, გაჩნიათ რა მოთხოვნები იქნება, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Crypto.com 140 მილიონი მომხმარებელი ყავს და ბუნებრივია ახლა მსგავსი დავი შეწყვეტა, პოზიტიური ამბავია მსგავსი ბირჟისთვის. კიდევ ერთხელ FTX-ის ამბები იყო ის კატალიზატორი და ეს სიახლეები რა სიახლებსაც საუბრობ ჩვენ Twitter გვერდზე არის, თავისი წყაროებით მითითებული. FTX-ის ამბები იყო კატალიზატორი, თქვენ გახსოვთ ალბათ 2022 წლის ნოემბრის პირველი კვირის მოვლენები, როდესაც FTX-ი აქტიურად არწმუნებდა თავის მომხმარებელებს, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს ჩვენს ბირჟაზე და თქვენი თანხები დაცულია და ასე შემდეგ. ფაქტობრივად 2 წელნახევარში სადღაც ადამიანებმა დაიბრუნეს თანხა
ოღონდ აი ეს თანხის დაბრუნებაც კიდევ ბევრი შემთხვევაში გაიწელა, ექვივალენტი სხვა იყო, მოკლედ პრობლემები რაც უნდა ცენტრალიზებული იყოს, აი ამ კუთხით პრობლემები არის და ამიტომ არის სწორედ რომ აი ეს უშუალოობა, უსაფრთხოება და ასე ვთქვათ ხელშესახებულობა თუნდაც ბირჟებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, რა ქვეყნიდან არ უნდა იყვნენ ეს ბირჟები და ესეც გასათვალისწინებელი ფაქტორი არის ყოველთვის. ბუნებრივია ახლა ვისაც და ძალიან ბევრი მომხმარებელია, ვისაც უნდა ასე ვთქვათ თავისი აქტივების ბირჟის გარეთ გატანა, აქაც შესაბამისი ცოდნა არის საჭირო, შესაბამისი კომპეტენცია არის საჭირო და მოკლედ ადამიანები სხვადასხვა კატეგორიებად იყოფიან ამ კუთხით. დავულოდოთ ეს ამბები როგორ გაგრძელდება და ზოგადად როგორი იქნება მიდგომები ცენტრალიზებულ ბირჟებთან მიმართებაში და ასევე დეცენტრალიზებულ პროდუქტებთან და ბირჟებთან მიმართებაში. ახლა რაც შეეხება მეორე სიახლეს, მეორე სიახლე არის Hyperliquid-ზე, რომელიც პრინციპში მე აქტიურად არ ვიყენებ, მოკლედ ამ პროდუქტს, თუმცა ვინც იყენებთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ პრობლემა იყო ერთ-ერთ კონტრაქტთან და coin-თან მიმართებაში, ამ coin-ს ერქვა Jelly, სადაც პრინციპში კასკადური ლიკვიდაციების საფრთხე იყო და შესაბამისად ასე ვთქვათ, მასზე ვაჭრობა შეიზღუდა დეცენტრალიზებული ბირჟის მიერ. ანუ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ კი, თუ რამე პრობლემა იყო და ვისაც დალონგილი ქონდა, მოკლედ ეს პოზიციები იმ ადამიანებს თანხებს დაუბრუნებენ და ეს პრობლემა მოგვარდება, რამ გამოიწვია, ეს ამაზეც რეპორტი დაიდება, მაგრამ საუბარი არის ორ რაღაცაზე. თუ ვართ დეცენტრალიზებული, შესაბამისად ჩარევის ხარისხი პროდუქტის შემხლელის მხრიდან ძალიან მცირე უნდა იყოს. აქ არის მეორე ჯგუფი ადამიანების, რომელიც ამბობს, რომ თუ რაღაც კატაკლიზმი ხდება, რატომ არა? ბევრი მოიხმობს ეთერიუმის და ეთერიუმ კლასიკის მაგალითს, რა შემთხვევაშიც ვიტალიკმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რა გადაწყვეტილებაც მიიღო და მსგავსი ჩარევები პრინციპში ბევრისთვის არც თუ ისე ასე ვთქვათ საჩშოთი როა, მაგრამ ჩვენ უნდა შევეხოთ ზოგადად რეგულაციების მხარესაც უნდა შევხედოთ. ნახეთ, როდესაც ერთხელ დავუშვებთ გამონაკლის, ამ დროს მოიძებნება რაღაც კანონი, რომელიც დაგავალდებულებთ, რომ ეს გამონაკლისი მეორეჯერ დაუშვათ და ასევე იყო აქ საუბრები, როდესაც Bybit-ის ინციდენტი მოხდა, Bybit-ის ინციდენტთან დაკავშირებით, რატომ არ იქნა შესაბამისი ზომები მიღებული ამ პროტოკოლის მიერ, მოკლედ ამ პროტოკოლს ცალკე თავისი ტოკენი აქვს და ტოკენის ფასმაც კლება დაიწყო. და შესაბამისად ის შიში და ის კომპლექსი, რომ FTX-ის ამბავი არ განმეორდეს თუნდაც ცენტრალიზებულ და თუნდაც დეცენტრალიზებულ ბირჟებზე, შეიძლება რაღაც შეცდომის საწინდარი იყოს და სწორედ ამიტომ დავარქვი დღევანდელ გადაცემას დეცენტრალიზებული ბირჟების დილემა. ექსპერიმენტი კარგი არის, ბევრი ექსპერიმენტი მით უმეტეს კარგი არის. ექსპერიმენტებს შორის და ამაზე გქონდა წინა გადაცემაში საუბარი, ექსპერიმენტებით და კვლევით დაიბადება საბოლოო ჯამში, თუ ამის აუცილებლობა იქნება რაღაც პროდუქტი, რაც იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც არსებობს ცენტრალიზებულ სისტემაში მაქსიმალურად მოაგვარებს. თუმცა კიდევ ერთხელ, როდესაც ამ სივრცეში შემოდიხართ, ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად. ამასაც ხაზგასმით ვამბობ, ლუნას ამბავს არავინ არ ელოდა თავის დროზე, FTX-ის ამბავს არავინ არ ელოდა თავის დროზე და ვინც ელოდა და ვინც იცოდა, მათ კიდევ ცალკე პრობლემები შეექმნათ, მოკლედ რისი თქმა მინდა, მაქსიმალურად დივერსიფიცირებულები უნდა იყოთ. ან დივერსიფიცირება თუ არ არის, მაქსიმალურად რისკები უნდა გქონდეთ განსაზღვრული. სხვათა შორის ესე თემებზე ვისაუბრებთ ხვალ 24 საათიან ლაივში, რომელიც დილის 8 საათზე დაიწყება შაბათს და კვირას დილის 8 საათზე მორჩება. მაქსიმალურად დიდი დრო გექნებათ იმისთვის, რომ კითხვები დასვათ, მრავალფეროვანი თემები იქნება, მრავალფეროვანი სტუმრები გვეყოლება და შევეცდებით მოკლედ 24 საათში რა რესურსიც გვექნება, იმ რესურსით მაქსიმალურად გავიაროთ ის მტკივნეული საკითხები და ის საინტერესო საკითხები, რაც თქვენ გაინტერესებთ, ასევე შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. განსაზღვრული გვაქვს ძირითადად
ჩარჩო, მაგრამ შეიძლება ასე ვთქვათ, იქაც რა თქმა უნდა live რეჟიმში თემებთან მიმართებაში კითხვებზე პასუხი იქნება და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ კითხვებს უპასუხოთ. თუმცა კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდე, ასე ვთქვათ, იმ დილემას დივერსიფიცირებაზე და ერთ აქტივში თანხის აკუმულირებაზე. დივერსიფიცირებას თავისი მინუსი აქვს, გააჩნია დივერსიფიცირების ხარისხი, ამაზე თუ არ ვცდები ავთო ისაუბრებს, უფრო კონკრეტულად ხვალ და ამაზე ბევრი პოსტებიც მიძღვნილა, მაგრამ ვინც ახლები ხართ და ვისაც გამეორება გინდათ, მოკლედ დივერსიფიცირების მინუსები მდგომარეობს იმაში, ერთ-ერთი მე პრაქტიკაში რაც შემხედრი არის ის, რომ ძალიან ბევრ აქტივთან როცა გიწევთ შემხებლობა, შესაბამისად ამ ბევრი აქტივის ინფორმაციები უნდა გაფილტროთ, ასევე ეს ბევრი აქტივი ხშირ შემთხვევაში გააჩნია რადონის პორტფელი გაქვთ, შეიძლება ერთ სისტემაში არ გქონდეთ დეცენტრალიზებული, ცენტრალიზებული ცივსაფულეზე არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ყველაფრის ხელმისაწვდომობა ერთ სივრცეში ძალიან რთული ამბავია და ფუბუნების საგანია. მოკლედ და შესაბამისად ეს დროითი რესურსი თუ გაქვთ და ეს კარგი არის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გქონია ესეთი გამოცდილებები, რომ რომელიღაცა ბირჟიდან მოიხსნა კონკრეტული ტოკენი, ადამიანებს მიწერეს, რომ ეს ტოკენი ან კოინი უნდა გაიტანოთ, მომხარებლებმა ეს ტოკენი და კოინი არ გაიტანეს, რადგან ამბობდნენ, რომ მე ვიყიდე და უნდა დავჰოლდო და მსგავსი რაღაცები. კი, თქვენ შეიძლება რაღაც პროდუქტი დაჰოლდოთ, უბრალოდ ამ პროდუქტმა შეიძლება სახე იცვალოს, შეიძლება რომელიღაცა ბირჟაზე აღარ იყოს, ან შეიძლება დამატებითი манипуляციის და ჩატარება თუ არ ვცდები და აგჭირდეთ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, შეინარჩუნოთ ეს პროდუქტი, თუ არ ვცდები, როდესაც მატიკი შეიცვალა, მატიკის სახელი შეიცვალა და გახდა პოლი, ეთერიუმის კონტრაქტზე არსებული მატიკებისთვის მიგრაცია ავტომატურად არ იყო ხელმისაწვდომი, როგორც მახსოვს. და შესაბამისად მსგავსი ცვლილებების დროს აუცილებლად უნდა მოახდინოთ მოკლედ მონიტორინგი, რაც რთული არის. თუნდაც 5 კოინზე და ტოკენზე ძალიან რთულია, შეიძლება ბიტკოინზე, ეთერიუმზე და მსგავს ტოპ 10 ბაზრის კაპიტალიზაციის მქონე აქტივებზე არ იყოს რთული, რადგან ინფორმაცია უფრო გაფილტრებული მოდიოდეს, მაგრამ თუ თქვენი კალათ არის დივერსიფიცირებული იმნაირად, რომ საშუალო რისკის პროდუქტებიც გაქვთ და მაღალი რისკის პროდუქტებიც, შესაბამისად მონიტორინგი რთულია. აქ არსებობს მეორე მხარე, როცა არ არის დივერსიფიცირება, ფაქტობრივად ერთ პროდუქტზე ვართ, ბიტკოინთან მიმართებაში ყველაზე ნაკლები, რაღაც რისკი ყველაფერში არსებობს. ბიტკოინთან მიმართებაში რაც გამოცდილებამ გვაჩვენა, ყველაზე ნაკლები რისკია, ჯერჯერობით რასაც ხედავთ, თუმცა კიდევ ერთხელ ლუნას ამბავი რო გავიხსენოთ, ტოპ 10-ში ბაზრის კაპიტალიზაციით იმყოფებოდა ლუნა და მაგ ტოპ 10-დან ფაქტობრივად ახალშემოსულმა ადამიანებმა არც კი იციან ლუნას შესახებ და ის გამოცდილება, ის წარი გამოცდილება რა თქმა უნდა კაია, რომ ბევრმა ადამიანმა არ მიიღო, მაგრამ როდესაც გამოცდილება არ აქვს ადამიანს მიღებული, შესაბამისად ერთ პროექტზე არა, ასე ვთქვათ, გამოცდილ პროექტზე ახდენენ მთლიანი თანხების ასე ვთქვათ, მოთავსებას და ეს თავის მხრივ პრობლემას იწვევს. მოკლედ, ეს ცალსახად დილემა არსებობს ამ ამბავშიც, პორტფელის დივერსიფიცირებაში და უფრო დეტალურად და უფრო ღრმად შევეცდებით, რომ ხვალ განვიხილოთ. ეხლა რაც შეეხება ამ თემას, დეცენტრალიზებულ ბირჟებს კი ექსპერიმენტები კარგია, მაგრამ დეცენტრალიზებულ ბირჟებს მოეთხოვებათ უფრო მეტი, ვიდრე ცენტრალიზებულ ბირჟებს და თუ იქცევიან როგორც ცენტრალიზებული ბირჟები, შესაბამისად ვურჩებდი, რომ შესაბამისი ლიცენზიები აიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი შეყავთ შეცდომაში და შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი არც თუ ისე კარგი მომხმარებელი. ეხლა შეეხება მესამე თემას და მესამე თემა საინტერესოა ჩემი აზრით, რადგან ხედავთ ყოველ შემთხვევაში კრიპტო პროექტის ასე ვთქვათ სურვილს, SEI არის ესეთი კრიპტო პროექტი, მის სურვილს რომ იყიდოს რეალურ ცხოვრებაში არსებული სისტემა 23 დამი არის ესეთი
კომპანია, რომელიც ახდენს შემდგომს. ესე იგი, თქვენ გააგზავნით თქვენ DNM-ის ნიმუშს და მთელი ბაზა გიბრუნდებათ უკან, საიდან ხართ წარმოშობით, რა პოტენციური დაავადებები შეიძლება გქონდეთ, რა რისკები შეიძლება იყოს თქვენ ჯანმრთელობასთან მიმართებაში. მოკლედ, ამ კომპანიას პრობლემები შექმნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი დაიწერა იმასთან მიმართებაში, რომ აი მონაცემები არის გაზიდული, მონაცემები არის გაყიდული და ასევე მოკლედ გაბანკროტდა ეს კომპანია. სხვათა შორის ძალიან პოპულარული იყო რაღაც დრო და ბევრი რეკლამები ხდებოდა საქართველოში, რთული იყო ამ კიტის გამოწერა და გაგზავნა, მაგრამ სხვა ქვეყნებში ძალიან საინტერესოდ მუშაობდა. 2018 წელს მახსოვს, 2019 წელს მახსოვს აქტუალური იყო ეს თემა. და შესაბამისად სეიმ თქვა, რომ რატომაც არა, ჩვენ შეგვიძლია ეს კომპანია ვიყიდოთ და ასევე ჩვენ შეგვიძლია ეგ ხაზგასმით შემოდი შემდგომი დეტალი. ჩვენ შეგვიძლია ეს ინფორმაცია დაცულად შევინახოთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საშუალებით. ანუ ის რეალურად და ასევე დაამატეს, რომ დეცენტრალიზებული ასე ვთქვათ science DSI ესეთი ის არის ტრენდი არის და ამაზე სხვათა შორის მიშკა საუბრობდა თავის დროზე, როდესაც სტუმრად ყავდა მიმქონინებთან მიმართებაში იყო უფრო ეს მოკლედ დეცენტრალიზებული მეცნიერების ამბები ასე ვთქვათ წამოწეული იქნება ამ კუთხით. ნუ ამას ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რას დავარქმევთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვიღაცამ დაინახა შესაძლებლობა კრიპტოკომპანია და პროექტმა ზოგადად და ამ პროექტმა ნახა, რომ რაღაც კონკრეტული პრობლემა არსებობდა კომპანიაში, ეს კომპანია გაკოტრდა, ეს კომპანია თავის მხრივ კარგ რაღაცას შვებოდა, უბრალოდ თავისი მონაცემები 15 მილიონ მომხმარებელზე იყო ამერიკელზე კონკრეტულად საუბარი და შესაბამისად ეს სენი გადაწყვეტა ალბათ მომავალში როგორ დამთავრდება ეს ვნახოთ როგორ მოხდება ამის შესყიდვა ყოველ შემთხვევაში დაველოდოთ როგორ ჩაივლის ეს ყველაფერი თუმცა ის რომ კომპანიები მსგავს ნაბიჯს დგამენ ჩემთვის ცალსახად პოზიტიური ამბავია რაც გაუცხოებას და იმ ხიდების გაუცხოებას ამცირებს და იმ ხიდების გაბმას ემსახურება რომ აი რაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს ტექნოლოგია რა დადებით მხარე შეიძლება კონდეს აი დეცენტრალიზება რაში მჭირდება ამ ბლოკჩეინ ტექნოლოგია რაში მჭირდება თუმცა ბლოკჩეინ ტექნოლოგიას კიდევ ერთხელ ძალიან ბევრჯერ გაიგებთ და ბლოკჩეინ ტექნოლოგიას გაიგებთ ბევრი ქვეყნისგან უკვე მაგრამ გააჩნია ბლოკჩეინ ტექნოლოგიას კიდევ ერთხელ ვინ როგორ გამოიყენებს და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის უკან რას გულისხმობენ დეცენტრალიზების დაბალ ხარისხს თუ ცენტრალიზების დაბალ ხარისხს ხო ესეც მნიშვნელოვანია რადგან ცენტრალიზებული ბლოკჩეინებიც არსებობს ბლოკჩეინ სისტემები რომლებიც სწრაფად მუშაობენ სისწრაფეზე აქ არ არის ამბავი და დეცენტრალიზებული სისტემებიც არსებობს რომლებიც ნუ შეიძლება არც თუ ისე სწრაფად მუშაობენ მაგრამ დეცენტრალიზების ხარისხი მაღალია შესაბამისად მოკლედ კიდევ ერთხელ წინა გადაცემებში არ მithქვამს ეს ფინანსური რჩევა არ არის უბრალოდ მეგობრული რჩევა შეიძლება იყოს დეველოპერების მიმართ რომ გააქტიურდით დეველოპერებო ამ ქვეყნისა დაინტერესდით სხვადასხვა პროდუქტებით რა გელოდებათ მომავალში რა იცით რა ხდება შეიძლება ეს ტექნოლოგიები და შეიძლება არა გახდება ეს ტექნოლოგიები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და შესაბამისად ამ ინფრასტრუქტურების აშენებას ძალიან დიდი რესურსი დაჭირდება და აქვე შეგახსენებთ რომ აი ამ რესურსის მობილიზებაში Pixel აკადემიაში გვაქვს ჩვენ მოკლედ კურსები სადაც თქვენ შეგიძლიათ მოკლედ პროგრამირება ისწავლოთ ასე ავთოს კურსზე განახლდა მიღებები რადგან პირველი ჯგუფი გადაივსო Pixel აკადემიაში თქვენ შეგიძლიათ მარტივად დარეგისტრირდეთ მოკლედ და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმები ამაზეც ვისაუბრებთ 24 საათიან ლაივში უფრო კონკრეტულად და ასევე ახალი პროდუქტი გველოდება სექტემბრიდან ამ აკადემიაში ამაზეც იქნება იმედია საუბარი. მოკლედ, რის თქმა მინდა, საბოლოო ჯამში თუ თქვენ არ გამოჩნდებით და თუ თქვენ არ ემუშავებთ, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით იმას, რომ პრინციპში აკადემია იქნება, კრიპტობაზარი იქნება, თუ რა იქნება, საბოლოო ჯამში შექმნას ის ბაზა, ან შექმნას ის ცოდნა და გაცვალოს ის ცოდნა და გამოცდილება, რაც გამარტივებს მოკლედ გავსი პრობლემების მოგვარებას, კიდევ ერთხელ მაქსიმალურად
იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ მაქსიმალურად მიღებული ცოდნები იქნება უფრო თავისუფლებისკენ მიმართული და არა ცენტრალიზებისკენ მიმართული, მაგრამ კიდევ ერთხელ სიტყვებმა არ მოგატყუოთ, ბლოკჩეინი ავტომატურად არ ნიშნავს დეცენტრალიზებულ სისტემას. ცენტრალიზებული შეიძლება იყოს ბლოკჩეინ ტექნოლოგია, დეცენტრალიზებული შეიძლება იყოს და ამათ შორის, რა თქმა უნდა, გრადაციებიც არსებობს და ხარისხებიც სხვადასხვანაირია. ბევრისთვის ერთი ტექნოლოგია არის უფრო დეცენტრალიზებული, ვიდრე მეორე. ამ კამათებში და ამ დისკუსიებში ამ ეტაპზე არ შევალ. ეხლა რაც შეეხება მეოთხე სიახლეს, მეოთხე სიახლე პრინციპში მარტში განვიხილეთ, თუმცა 24 მარტს, მოკლედ 2021 წლის 24 მარტს გავიმეორებ, რომ ტესლამ დაუშვა ბიტკოინით ტესლას მანქანების ყიდვის შესაძლებლობა და მაგ პერიოდში ადამიანებს შეეძლოთ, რომ ბიტკოინით ეყიდათ ტესლა. თუმცა როგორ განვითარდა მოვლენები, აპრილში და მაისში ვიხილავთ 2021 წლის აპრილს და მაისის სიახლეებს დავაკვირდებით. მაგრამ კიდევ ერთხელ ეს სიახლე იყო, ეხლა თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რავი შეგიძლიათ თუ არა ტესლა საიტზე ბიტკოინთან მსგავსი კრიპტოვალუტით ყიდვა და ახლანდელ პერიოდს თუ შევეხებით, ნუ არ ჩერდება მოკლედ ეს ადამიანი ილონ მასკზე მაქვს საუბარი, არ ჩერდება თავის დოჯთან მიმართებაში, დოჯს არ გულისხმობ პროექტს, როგორც ასე ვთქვათ, რესტრუქტურიზაციის ამერიკული შეერთებული შტატების ფინანსების და ხარჯების, მე გულისხმობ როგორც მიმკოინს, მიმკოინია, ხო, დოჯკოინი და მოკლედ ეს სიტყვები პრინციპში გაიცვითა და ერთადერთი მომწონს ის, რომ ბაზრის რეაგირება იმ სიმძლავრის არ არის სიტყვა დოჯთან მიმართებაში, როდესაც ილონი იტყვის ამას, როგორც იყო 2021-ში. 2021-ში სამწუხაროდ კიდევ ერთხელ სამწუხაროდ ქონდა მსგავსი მოძრაობები, როდესაც ვიღაცის ტვიტზე იყო დამოკიდებული ესა თუ ის აქტივი რასიზმდა და შესაბამისად აი ამ დამოკიდებულებაში ძალიან ბევრი პრობლემა იქნებოდა ახალშემოსულ ადამიანებს და ეს თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ინდუსტრიაზე კარგად არ აისახება. კიდევ ერთხელ მე მირჩევნია, მე პირადად და კრიპტობაზარსაც ზოგადად პრინციპში კრიპტობაზარს ურჩევნია, რომ ადამიანი შემოვიდეს ამ ინდუსტრიაში ისე, რომ გააზრებული კონდეს ყველა ის პრობლემა, რა პრობლემაც შეიძლება კონდეს მას ბაზარზე, კიდევ ერთხელ ბევრმა ველურ დასავლეთში შეადარა ეს ყველაფერი და კი ეს შედარებაც შეიძლება რელევანტური იყოს, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ცენტრალიზება და მე პირადად არ მჯერა ყოველ შემთხვევაში, რომ ცენტრალიზება უფრო მეტად მუშაობს და უფრო კარგის მომტანია ვიდრე დეცენტრალიზება, თუმცა ორივეს თავის პლუსი და მინუსი აქვს. სხვადასხვა გადმოსახედიდან მე იმ ბანაკში ვარ მოკლედ, რომ დეცენტრალიზების მხარეს ვარ, ვიდრე ცენტრალიზების მხარეს და არანაირი ჰიბრიდის მხარეს, თუმცა უნდა დავაკვირდეთ იმას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ გარემოში და ამ სივრცეში უნდა მიიღოთ თქვენით. კი, კითხვები უნდა დასვათ, კი, ვიღაცის რჩევები შეიძლება მოусმინოთ, მაგრამ რჩევების მოსმენა არ ნიშნავს ავტომატურად მის გადმოტანას, რადგან რაც უფრო ბევრ კრიტიკულ კითხვას დასვამთ და რაც უფრო კრიტიკულები იქნებით ამა თუ იმ პროექტთან მიმართებაში, თუნდაც ბიტკოინთან მიმართებაში და მინიმუმ ერთი ადამიანი ვიცი ჯგუფში, ვინც ბიტკოინთან მიმართებაში თუ დასვამთ კითხვებს, დაუზარელად კი პასუხებთ, ჯერჯერობით გაქვთ ეს ფუფუნება, ხო? და შესაბამისად იყავით ამ კუთხით აქტიურები, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღეთ მზა გადაწყვეტილებებს და ამ მზა გადაწყვეტილებები ყოველთვის საზიანოა და როდესაც მე ვიღაც რაღაცას მეკითხება პროექტებთან მიმართებაში, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემი აზრი არ დავაფიქსირო, თუ რაღაც კატასტროფული არ ხდება, ნუ კონკრეტული კითხვა თუ არა, აი ამის ფასს რა მოუვა, ნუ არ ვიცი რა მოუვა, მაგრამ ფასის ანალიზი შეიძლება თქვა, უბრალოდ ის რომ ვიღაცას მოლოდინი გაუჩნდეს, ეს არ მუშაობს და შესაბამისად ივარჯიშეთ თქვენ თავთან, ჩვენ და ის გარემო რა გარემოც არის ჯგუფში შექმნილი კრიპტობაზრის ჯგუფში მაქსიმალურად დაგეხმარებთ. ასევე ამის შეხსენება მავიწლება ხოლმე და გამოდის რომ საჭიროა, სხვადასხვა ანალიტიკებს შევხედეთ და საჭიროა, თუ უყურებთ ახლა ამ გადაცემას მოიწონეთ, გააზიარეთ, რა პლატფორმაზეც უყურებთ, იმ პლატფორმაზე მოიწონეთ, მოკლედ და ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გადაცემის აღწერაში იქნება Bitnet-ის სარეგისტრაციო ლინკი, ჩვენი რეფერალური, დარეგისტრირდით და პრინციპში ყველა ის სერვისი მიიღეთ,
რაც გაგიმარტივებთ კრიპტოს შემოსვლას და აქვე არ უნდა გვავიწყდეს, რომ ასევე არის აპლიკაცია და აპლიკაცია ფინანსებში საქართველოს გადმოწერის მხრივ ნომერ პირველ ადგილზეა, ბინდეც აქ აპლიკაცია და ამ აპლიკაციით უფრო მარტივად შეძლებთ მოკლედ იმ სერვისების მიღებას, რა სერვისებიც აქვს ბიტნეტს. ახლა გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე და გადაცემის მეორე ნაწილზე განვიხილავთ ჩარტს. ბუნებრივია ჩარტზე იქნება საუბარი, ახლა ჩარტზე გამოჩნდება ბიტკოინის ამბები. და ვნახავთ ზოგადად რა ხდება ბიტკოინის თავს, რა მოძრაობებში ვართ, რას არასასიამოვნო დიაპაზონებს ჩამოვცდით, ეს შეგვიძლია ჩვენ ძველი დიაპაზონი გავაგრძელოთ და ვისაუბროთ ამ დიაპაზონზე, რა იყო ინტერესი ამ დიაპაზონთან მიმართებაში, ეხლა რა ინტერესი შეიძლება გქონდეს და არის თუ არა იმის პერსპექტივა, რომ გავარღვიოთ ეს ფასი. ყოველ შემთხვევაში და რაზეც ვისაუბრებ, ამ ეტაპიდან უკვე საინტერესო დიაპაზონი ქვედა ჭრილში იქნება ეს დიაპაზონი და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პრინციპში ჩაშლილი მოცულობებით და ჩვენ შეგვიძლია გადავამოწმოთ თუ რა ფასებზე იყო ძირითადად შესყიდვები თუ ავიღებთ ამ მოძრაობებს უხეშად ჩვენ ნახავთ რომ აი ფაქტობრივად გზაგასაყარზე ვართ. ერთადერთი მე რაც მომწონს ზოგადად მსგავსი მოძრაობებს არის ის რომ თუ ფასის რაღაც დიაპაზონში ვართ დიდხანს, ესე იგი ეს ფასი არის ბევრისთვის საინტერესო. თუ მაღლა ავალთ, რა თქმა უნდა, ეს ფასი სამომავლოდ და როდესაც ბაზარი შემოტრიალდება, ისევ საინტერესო და რელევანტური იქნება და შეიძლება შევისვენოთ. ამ პირიქით თუ დაბლა ჩამოვალთ, ჩვენ სამომავლოდ გვეცოდინება თუ რა ფასში იყო დიდი ინტერესი. თუ შევხედავთ ძალიან ბევრ ინდიკატორს, ძალიან ბევრ ინფორმაციას, სახარებელო ამბავი არ არის ბაზარზე, აი ამ კუთხით რომ აი დღესვე 100,000 ავწდებით და მსგავსი ბუნებრივია მსგავს პროგნოზს მე ვერ გავაკეთებ, თუმცა კიდევ ერთხელ რამოდენიმე დღის განმავლობაში იყო აღმასვლის მოძრაობები და დღეს პარასკევია, რა თქმა უნდა, და პარასკევთან მიმართებაში ფრთხილად უნდა იყოთ. ახლა კვირის ჭრილში თუ გადავხედოთ, კვირის ჭრილში არც თუ ისე სასიამოვნო კვირის დახურვა გველოდება და შესაბამისად თუ არც თუ ისე სასიამოვნო კვირის დახურვა გველოდება, ის ფასები რა ფასებზე შეიძლება ჩამოვიდეს ბიტკოინი, სავსებით შეიძლება იყოს 80,000-ის დიაპაზონი. 80,000-ის დიაპაზონში თქვენ თავს უნდა დაუსვათ შეკითხვა, ის ალტკოინი რა ალტკოინზეც გააქვთ თქვენ იმედები ან რა ალტკოინს ფლობთ, ამ დიაპაზონში როგორ მოიქცევა, ეს არის ცუდი სცენარი. კარგ სცენართან მიმართებაში თუ მოხდება ამ დიაპაზონის გარღვევა და ამ წინააღმდეგობის გარღვევა, ერთ-ერთი შეიძლება იყოს 97,000 ან ზოგადად ის დიაპაზონები, რა დიაპაზონი, პრინციპში 97,000 ისედაც ჩანს თუ ფას გადავხედავთ, საინტერესო დიაპაზონი იყო და ამიტომ მიყვარს მსგავსი მოძრაობები, რომ რაღაც ფასის დაფიქსირება და ეს მოცულობა ამას გიჩვენებთ აქეთკენ, რაღაც ფასის დაფიქსირება ხდებოდა, ეს ფასი იყო საინტერესო, ჩვენ თუ გავავლებთ პარალელს წინა bull market-თან მიმართებაში, ჩვენ ნახავთ, რომ აი ამ ფასებზე ყოფნა ერთადერთი დიაპაზონი, სადაც ჩვენ დიდხანს ვიყავით, იყო 2021 წლის გაზაფხული და მაისის ბოლო, როდესაც კრიპტობაზრის გადაცემა ჩაეშვა, აი ეს დიაპაზონი იყო და აი ამ დიაპაზონებში და აი ამ დაღმასვლებში უკვე ჩანდა პრინციპში როგორ შეიძლება მოქცეულიყო ბაზარი და მსგავსი დაყოვნება, ასე ვთქვათ, მსგავსი გადანაწილება შეიძლება ჩვენ ესეც ტერმინი შეიძლება გამოვიყენოთ, მსგავსი გადანაწილება იყო, თუმცა კიდევ ერთხელ მსგავსი გადანაწილების შემდგომ თუ ვერ მოხდება იმ საინტერესო დიაპაზონების, კაი, პირველი შეიძლება 90,000-ის დიაპაზონი იყოს, აი ეს უხეში დიაპაზონები, აი ეგ რაც ვნახეთ, ხო, აი უხეში უარყოფები და აქ პრინციპში ასე ვთქვათ, მიწოდების შევსებები, მოთხოვნების შევსებები უკაცრავად, შესაბამისად, მოკლედ ეს საინტერესო ფასები არის. კიდევ ერთხელ თუ ალტკოინებში ხართ და ალტკოინებზე ხართ ორიენტირებული, შესაბამისი რისკები უნდა გქონდეთ გათვლილი. კიდევ ერთხელ არის სხვადასხვა თეორია იმასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა თეორიებია ხოლმე, რომ აი შეიძლება bull market-ი უკვე გასული იყოს და არის სავსებით ამის შანსი დიდია, bull market-ი ჩავლილი იყოს და შესაბამისად ჩავლილ bull market-ზე მოკლედ
ახლა რასაც ხედავთ და რამე პროექტი თუ გაიზრდება ეს იქნება ხმაური რაც იყო 22-ში და 22-ში გახსოვთ ალბათ სტეპერის ხმაური და სხვადასხვა პატარა პროექტის ხმაური ესეც რეალური შეიძლება იყოს ამაზეც ვისაუბრებთ ხვალ რამდენად რეალისტურია მსგავსი ანალიზი თუმცა კიდევ ერთხელ მინახავს ბევრი პორტფელი და კრიპტობაზარს და ავთოც ისაუბრებს და პრინციპში ლადოც ამაზე მინახავს ბევრი ადამიანი რომელიც დიდი ხანია კრიპტოში დიდი ხანია ფლობს აქტივს Bitcoin მაქსიმალისტი ან ჰოდლერი არ არის, თუმცა ვერ ხვდება სად დააფიქსიროს მოგება, როგორ დააფიქსიროს მოგება, რადგან უყურებენ, ასე ვთქვათ, პროცენტულობას, უყურებენ უფრო დიდ მოგებას, უყურებენ იმას, რაც ბაზარში შესulis დროს არ ქონდათ გაანალიზებული და ეს ფაქტორები, თქვენ შეიძლება ამას სიხარბე და არ ვქვათ, ან ჩამოუყალიბება ბევრი შიში არის, მოკლედ და აქ და ამ შიშებზე სხვათა შორის თეზიმაც ისაუბრა ჩვენთან როდესაც იყო გადაცემაში მოსული კრიპტობაზარში აი აქ ამ სტუდიაში ამ შიშებზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს მხოლოდ ტრეიდერებს არ ეხება ზოგადად ინვესტორებიც რაღაც კუთხით არა ინვესტორების ტრეიდერები ხართ ოღონდ ასე ვთქვათ თქვენი მოქმედების არეალი დროში უფრო გაწელილი არის და შესაბამისად ის ლოგიკები რა ლოგიკებიც მუშაობს ტრეიდერებთან მიმართებაში, თქვენთან მიმართებაშიც მუშაობს. მოკლედ, რისი თქმა მინდა, ბაზარი ჩამოყალიბებულად ბულიში მოძრაობაში, აღმასვლის მოძრაობაში არ არის. ასევე არც ის მოძრაობა არ გვაქვს ჯერ რაც ჰქონდა 2021 წლის მაისში, ის ჩამორღვევა, რა ჩამორღვევაც ჰქონდა და ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ არა ეს ჩამორღვევა 100.000 დავაფიქსირებთ და მსგავს, არ ვიცი. მე პარალელური რეალობა არ მინახავს და პარალელური რეალობიდან მე ვერანაირი ინფორმაციას ვერ გადმოვიტან, ან არც მოდელირება არ გამიკეთებია, მოკლედ არანაირი კვანტური კომპიუტერი არ მაქვს იმის რომ რაღაც მოდელირება გავაკეთო ეს რომ მოხდარიყო როგორ მოხდებოდა, არც what-if-ით ვარ მოხიბლული ამ კუთხით, თუმცა ცალსახა არის ის, რომ ეს კიდევ ერთხელ ფინანსური რჩევა არ არის, უბრალოდ კიდევ ერთხელ ნელ-ნელა უნდა ისწავლოთ ადამიანებო მოგების დაფიქსირება. მოგება ძალიან კარგი რაღაცა არის და ამ მოგებას უნდა ასე ვთქვათ რეალიზება და თუ ეს მოგება არ არის გადაცვლილი რამეში, ეს მოგება შეიძლება 1 საათით იყოს და მეორე საათს უბრალოდ არ გქონდეთ იმის საშუალება, რომ ასე ვთქვათ თქვენი coin-დან მიიღოთ ან token-დან მიიღოთ მაქსიმალური ხეირი, თუ გაინტერესებთ ეს მაგალითები, ნებისმიერ altcoin-ს გადახედეთ წინა bull market-ისას და მითხარით, რამდენი დღე ან რამდენი საათი ყოფილა ყველაზე მაღალ ნიშნულზე თქვენი საყვარელი token-ი ან coin-ი. მანდ მიხვდებით, რომ აი მაგ ფასის განსაზღვრა წარმოუდგენელია, ეს კითხავაც არ არის და შესაბამისად მოკლედ მიიღეთ გადაწყვეტილებები. ასევე შევხედოთ დომინაციას. დომინაციას კარგი ხანია არ ვუყურებ, რადგან ბაზარზე რაც ხდება, პრინციპში დომინაციის პრობლემას არ წარმოადგენს და პირიქით, ხო? აი ახლა რასაც ხედავთ, ნიშნავს იმას, რომ ბიტკოინი უფრო აქტუალური ხდება კომპანიებისთვის და ადამიანებისთვის და კრიპტოსივრცეში, ვიდრე სხვა აქტივი და შესაბამისად ჩვენ 63%-იან, აი ეს ზღვარი თუ გავარკვევთ 64-იანი, აი საერთოდ ჩემი გეგმის ზეგადაჭარბებული სურათი იქნება და აქ რაზე მაქვს საუბარი კიდევ ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ აი ეს bull market შეიძლება იყოს ის bull market-ი, სადაც ძალიან ბევრი პროექტი მოკვდება და დარჩებიან ლადოს უყვარს ეს ტერმინი blue chip-ები და უკაცრავად და დარჩება თავისთავად Bitcoin. ნახოთ კიდევ ერთხელ გვინახავს პროექტები, რომლებიც წამში გამქრალა და გვინახავს აღზევებული პროექტები, მაგალითად Ripple, ან არარსებული პროექტები, რომლებიც გაჩენილა არაფრისგან და უბრალოდ ხალხის დაჟინებულმა მოთხოვნამ გააჩინა მაგალითად Bitcoin-ი, როგორც ესეთი. გააჩნია მოკლედ რა იქნება ბაზარზე. თუმცა კიდევ ერთხელ Bitcoin-ის დომინაცია იზრდება, ეს ნიშნავს, რომ მთლიანი კრიპტო ბაზრის ასე ვთქვათ, ფულში Bitcoin-ის წილი ამჟამად არის, აი ამ მომენტისთვის არის 62%. ამ ჩარტზე ხედავთ თქვენ სტაბილურ coin-ებსაც და არ მიყვარს ხოლმე სტაბილურ coin-ების გამოკლება, რადგან სტაბილურ coin-ში არსებული თანხა ამბობს, რომ შეიძლება არ ვარ მზად იმისთვის, რომ კრიპტო შევისყიდო.
ესეც ერთგვარი პასუხია. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გადაამოწმოთ, რა სტაბილური coin-ის დომინაცია პროცენტულად რამდენი არის. ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ სხვადასხვა ეგრეთ წოდებული whale alert-ები, სადაც გიჩვენებენ, რომ აი Tether-მა ამდენი დაბეჭდა, USDC-მა ამდენი დაბეჭდა, ან პირიქით ცირკულირებიდან ამოიღო, ესეც რაღაცის ნიშანი შეიძლება იყოს თქვენთვის. ტრადიციულად გადავამოწმოთ Ethereum Bitcoin-თან მიმართებაში ტრადიციულად რა? ჩემი სუსტი წერტელია, ხო? არაფერი კარგი. და ამ დიაპაზონსაც თუ გავცდით, ძალიან ცუდ დიაპაზონზე მივდივართ Ethereum-თან მიმართებაში და Ethereum-ის პრობლემებზე სხვა პროექტებთან მიმართებაში ვისაუბრებ ხვალ და იმედია დასვამთ ამასთან მიმართებაში შეკითხვებს, თუ რა ხდება Ethereum-ის თავს, კრიპტობააში დაისვა ეს შეკითხვა და შევეცდები რომ გიპასუხოთ თუ რეალურად რა არის პრობლემა. ბევრს მოეწონება ალბათ რომ Ethereum-ის გავს მდგომარეობაში, მაგრამ რატომ უნდა მოგწოდეთ არ ვიცი. რადგან ეს სწორედ იმ თეორიას ამყარებს, რომ რაღაც ექსპერიმენტები არ წარიმართა კარგად და შესაბამისად ბაზარზე ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც წლები არსებობს, უკვე ამ პროექტების საშუალება, თეორიის საშუალება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროექტებიც შეიძლება ნელ-ნელა გავიდნენ ბაზრიდან, Solana Bitcoin-ზე იგივე მდგომარეობა შეიძლება ვიხილოთ, შეიძლება ნარ-ნარით ჩამოვიდეს დაბალ დიაპაზონებში და ეს დიაპაზონი საერთოდ აუთვისებელია თქვენ თუ ხედავთ და ამ დიაპაზონის ათვისებაც კი შეიძლება მოხდეს. შეიძლება ეს Solana-ს დოლარის ეკვივალენტ, USDT-ის ეკვივალენტ ფასში არ აისახოს, თუმცა ეს უკვე სარისკო ფანჯარა არის. ასევე ჩვენ შეგვიძლია გადავამოწმოთ ბარემ, რა დააშავა ტოპატშია ესეც. BNB Bitcoin-ის ამბავი, BNB Bitcoin-ი გამოიყურება უკეთ და ის ინფორმაციები, რა ინფორმაციებიც მოგვდის ზოგადად DEX-ებთან მიმართებაში BNB Chain-ზე, ნელ-ნელა აქტივობას იზრდება. ჩვენ თებერვლის არა, იანვრის რეპორტი განვიხილეთ თებერვალში თუ გახსოვთ ერთ-ერთ გადაცემაში და მანდაც იგრძნობოდა BNB Chain-ის გამოცოცხლება. მე პირადად BNB Chain-თან სხვა სენტიმენტები მაკავშირებს უფრო DEX-ებთან მიმართებაში, თუმცა პროდუქტი რამით განსხვავდებოდეს და რამით საინტერესო იყოს თქო სხვა პროდუქტებისგან მოგატყუებთ, სიახლე არაფერი არ არის, უბრალოდ Ethereum-ის შეცვლილი ვერსია არის, შეცვლილი ვალიდაციის კუთხითაც, ასევე ტრანზაქციების ვალიდაციის კუთხითაც, თუ არ ვცდები 21 ტოპ ვალიდატორის მიერ ხდება დადასტურება ტრანზაქციის, ცენტრალიზების ხარისხიც უფრო დიდი არის, მაგრამ საკომისიოები თავისას ამბობენ. ინტერესი არის რატომღაც ამ chain-ის მიმართ დარჩენილი, უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ, საიდან მოვდივართ, ხო? მე თქვენ ერთი მხარე გაჩვენეთ, მაგრამ აი ეს წითელი ხაზი აქ რაც არის, ხო? ეს წითელი ხაზი გაჩვენებთ იმას საბოლოო ჯამში, რომ თუ დაღმასვლა გაგრძელდება ამ დიაპაზონებში, არც ისე კარგი ამბავი გველოდება. თქვენ თუ ხედავთ ასევე გაცვლა-გამოცვლის სიხშირეს Bitcoin-ი Binance Coin-თან მიმართებაში ხედავთ, რომ ფაქტობრივად იმის ნახევარი არ არის, რაც იმის ნახევარი კი არა და იმის ბწკარიც არ არის, რაც მანამდე იყო და შესაბამისად აქაც შეიძლება იყოს რისკები. რატო ვაფასებ Bitcoin-თან მიმართებაში ადამიანებს? მაინც Bitcoin-ის დაგროვება მოუწევთ საბოლოო ჯამში თუ ამ ეკოსისტემაში არიან, რა თქმა უნდა ეს ფინანსური რჩევა არ არის, უბრალოდ ეს ბაზარი ესე მუშაობს, ეს ბაზარი Bitcoin-თან მიმართებაში გაცვლას უფრო მკვეთრად გაჩვენებთ ვიდრე სხვა coin-თან მიმართებაში და ეს ვაჭრობა უფრო საინტერესოა ბევრისთვის. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ აი იმიტომ არის ნიკა დავარდნილი ზოგადად ეს მოცულობები, რომ ბირჟებზე Bitcoin-ის რაოდენობები შემცირებულია, კი ბატონო, ამაშიც დაგეთანხმებით. თუმცა ის მოძრაობები, რა მოძრაობებიც არის ბაზარზე, ასე ვთქვათ, გამოძახილია იმის, რომ ძველმა პროექტებმაც კი BNB-ზე არ მაქვს საუბარი, ახლა Solana-მ პირობითად წინა bull market-ის შემდგომ რა შემოიტანა ბაზარს. შემოიტანა ის, რომ რაღაც coin-ის შექმნა შეგიძლიათ უფრო მარტივად და
თან Solana-ს არ შემოუტანია, უბრალოდ Solana-ს ეკოსისტემაში რა ხალხიც იყო, ამ ხალხზე არის საუბარი, რამე შეიცვალა გადატვირთვის კუთხით არა. ვიღაცები მეუბნებიან, რომ აი, მელანიასა და ტრამპის დროს იმდენად დიდი ტრანზაქცია გატარდა კი, აი მან რომ გატარდა ტრანზაქცია, ამის შემდგომ დაიწყო Solana-ს ფასის კლება, ხო? ანუ ეს რომ ვიღაცა იყენებს ერთჯერადად ტექნოლოგიას, კი, რაღაც პროცენტით დარჩება, 1%-იც რო დარჩეს, 2%-იც რო დარჩეს ინდუსტრიაში კარგია. უბრალოდ ნახეთ პირველადი მიზანი არის. პირველადი მიზანი არის თუ არის ის რომ აი ტრამპის ჰაიპს და მელანიას ჰაიპს აუყვე და კრიპტოტექნოლოგია არ მაინტერესებს, მეორე დღეს გაიგუძებთ და კრიპტოტექნოლოგია არ გემახსოვრებათ, ერთ-ერთი გადახდის საშუალება იქნებოდა თქვენთვის, რა გადახდის საშუალებაც გაქვთ ზოგადად. შეიძლება რაღაც გადახდის საშუალებას აბამთ, ონლაინ ყიდულობთ რაღაცას, ახალ გვერდზე გადადიხართ, დასტურს აძლევთ. გეუბნებიან რომ საფულის 12 სიტყვა შენახე, კაი, თა საფულის 12 სიტყვა შევინახე და მორჩი. ანუ საფულის 12 სიტყვის ამოწერა ყველა შეუულია, აქ რამე სერიოზული ტექნოლოგია არ არის და წლების მერე შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ეს 12 სიტყვა მაქვს და მოდი ვნახოთ აბა ამ 12 სიტყვაში რაც მაქვს ნაყიდი, აბა ეს კოინები რა ფასზე არის, შედიან და ხედავენ გაპარტახებულ, კიდევ ერთხელ გაპარტახებულ ფასს და შესაბამისად ის კაც მეორეჯერ არ შემოbrunდება, ის ადამიანი მეორეჯერ არ შემოსბრუნდება. ანუ ეს რამაც დაძრა მოკლედ ეს ყიდვები ამას უნდა გავუსვათ ხაზი, ნახეთ, აი რო შევხედოთ ბიტკოინის ფასთან მიმართებაში და უკვე ბოლოსკენ გადავალ, თუ კი შეკითხვები არის. ანუ ეს ხმაურები არის, აი ხა გაჩვენებთ რა ხმაურებზე მაქვს საუბარი. აი ხა ჩაშლილი ფასის მოცულობები ნახოთ აქ. ხო, ანუ ფაქტობრივად ეს ხმაური არის აი ფასის კუთხით რო შეხედავთ, რა აი 70,000-ის 79,000-ის არსებობა იმ პერიოდშიც და იმ პერიოდის და იმ დიაპაზონის გადმოსახედიდან იყო ხმაური, იყო ჰაიპი, კაი, აქედან ავიღოთ ამეცილი რო არ დამწამოთ, ხო, და აი აქ შევამციროთ კიდევ, ხო. ანუ აი ეს არ იყო საინტერესო ფასი. ამ მომენტში რომ ხალხი შემოვიდა, აი ამ მომენტში შემოსული ხალხი, აი ამ პერიოდიდან, ანუ 2021 ოქტომბრიდან შემოსული ხალხი, 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით, მოკლედ ის ხალხი შეიძლება არც არსებობდეს ბაზარზე. მაგის ნახევარი შეიძლება არ არსებობდეს და დაწერეთ კომენტარებში, როდის დაინტერესდით და მე როდის განახლდა თქვენი ინტერესი, ხო? ვიღაცამ თქვა, 60,000-ად ვიყიდე, ჩამოვარდა ფასი, არ ქონდა წინასწარ დაგეგმილი არაფერი, გაყიდა რა ვიცი 30,000-ზე, 40,000-ზე და ეხლა ავიდა 100,000-ზე და 100,000-ზე აღარ იდის და მოეშლება თავის თავზე ნერვები, მოკლედ ბევრნაირი სიტუაცია შეიძლება იყოს. რისი თქმა მინდა, ჰაიპი არ არის კაი. ეს ადამიანები, რომლებაც გამოიარეს bear market-ი და ვინც გვიყურებდა გადაცემაში, შეიძლება არ უყურებდა ჩვენ გადაცემას და თავისი თეზებთან და მერე დაბრუნდა ჯგუფში, არ აქვს მნიშვნელობა, მოკლედ. ვინც ამ სისტემაში დარჩა, ასე ვთქვათ, ვინც ამ სისტემაში დარჩა და ვისაც აინტერესებს განვითარება დეცენტრალიზებული სისტემების, ცენტრალიზებული სისტემების, ზოგადად ბლოკჩეინის სისტემების კარგი არის, უბრალოდ კიდევ ერთხელ ფრთხილად იყავით. კი, bull market-ში სიფრთხილე არ გიყვართ, შეიძლება bull market-მა შეაიარა, ამაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაუფრთხილდით თქვენ ფინანსებს, მით უმეტეს თუ ცენტრალიზებულ სისტემას არ ანდობთ თქვენ ფინანსებს, დეცენტრალიზებულ სისტემაში და ზოგადად ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში და ამ სისტემებში უფრო ყურადღებით და უფრო ხიზლად უნდა იყოთ. ეხლა შევეცდები მოკლედ ვნახო კომენტარები, თუ გამომიჩნდება რამე კრიპტოსალამი, კრიპტოფანდed prop firms არ გვირჩევთ დამწყებებისთვის. არა არ გირჩევთ, რაც არ ვიცი მაგას არ გირჩევთ, პრინციპში ეს ერთი კომენტარი შემხვდა, რაც არ გამომიყენებია უბრალოდ. და ვერაფერსაც ვერ გირჩევთ ამის კუთხით. აქვე ვნახოთ Facebook Live-ის კომენტარები. Facebook Live-შიც კომენტარები არ არის. მოკლედ შეგახსენებთ რაზე ვისაუბრეთ, გადაცემის პირველ ნაწილში განვიხილეთ სიახლეები, გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრეთ ფასზე, მესამე ნაწილში არარსებულ შეკითხვებს ვუპასუხებთ. აქვე შეგახსენებთ, მოკლედ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის BitNet,
ბიზნესზე თქვენ შეგიძლიათ მარტივად იყიდოთ, გაყიდოთ, გადაცვალოთ, დადებოზიტოთ, გადაიტანოთ, გადმოიტანოთ, მოკლედ ყველა სისტემა, ყველა სერვისი არის იმისთვის, დამწყებებისთვის და პროფესიონალებისთვის, რომ მაქსიმალურად გაიმარტივოთ, მოკლედ კრიპტო სამყაროში მოგზაურობა, რეფერალური ლინკით დარეგისტრირდით, რადგან რა იცით, რა ხდება შაბათ-კვირას 24 საათიან ლაივზე. აქვე შეგახსენებთ, რომ შაბათს დილის 8 საათზე იმედია ცოტა მერე არა და პირდაპირ დილის 8 საათზე დაიწყება ჩვენი 24 საათიანი ლაივი. 24 საათიან ლაივში თქვენ შეგიძლიათ დაგვისვათ კითხვები, მით უმეტეს თემები, მრავალფეროვანი თემები გვექნება და თემთან მიმართებაში თუ დასვამთ შეკითხვებს, იდეალური იქნება ჩვენთვის. ჩვენ შევეცდებით გიპასუხოთ და მოკლედ კრიპტობაზარი პარასკევამდე არა, ხვალ დილის 8 საათამდე გემშვიდობებად. იმედია ჩვენთან ერთად, ხა 24 საათი რა თქმა უნდა ბევრი ვერ იქნებით ჩვენთან ერთად, მაგრამ იმედია მოკლედ რამოდენიმე საათი მაინც შეავლებთ ამ ლაივის თვალს, რა ლაივიც იქნება დასვამთ შეკითხვებს და მაქსიმალურ ინფორმაციას მიიღებთ, რა ინფორმაციაც გაინტერესებთ. მე კი ხვალ დილის 8 საათამდე გემშვიდობებით, დროებით.